არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ პოლიტიკური სუბიექტები წინა საარჩევნო რეჟიმში ოფიციალურად გადავიდნენ. ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ ხელებს დაატეხს მათ, ვინც არჩევნების გაყალბება შეეცდება. ექს-პრემიერის ამ განცხადების ადრესატი დღეს მიხეილ სააკაშვილი იყო. რასაც ხადებენ დანარჩენი პოლიტიკური ძალები, მათ ჩვენი კორესპონდენტი ეკა სოსელია ესაუბრა, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ეკა გისმით. ზურაბ ნოღაიდელმა ეს აგრესიული და მუქარი შემცველი განცხადება გააკეთა არჩევნებამდე 2 თვით ადრე. პრაიმერის ინიციატორი ნოღაიდელი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში იგი გამყალბებელს ხელებს დაამტვრეს. ნოღაიდელის თანაგუნდელების ამბობენ, რომ ისინი აგრესიულ პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმაზე გადავლენ. ნოღაიდელის განცხადებას უკვე მოყვა შეფასებები სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან. მათი სამოქმედო გეგმა არის რადიკალურად განსხვავებული, მაგალითად ალიანსში საქართველოსთვის ამბობენ, რომ ისინი ხელების დამტვრევისთვის კი არა 30 მაისს გამარჯვებისთვის ემზადებიან. სახალხო დემოკრატების ლიდერი ნიკა ივანიშვილი აცხადებს, რომ ხელების დამტვრევისა და კვების როლის დრო უკვე დასრულებულია. ნოღაიდელმა ჯერ საკუთარი ხელები უნდა დაიმტვროს. ასეთია მერობის კიდევ ერთი უპარტიო კანდიდატის თამაზ ბაშაძის პოზიცია. ან თქვენ სააკაშვილის განსაკუთრებით თუ გონიათ, რომ გათენდება 30 თუ 31 მაისი ამასობაში და ჩვენ ვიტყვით, რომ იცი რა, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ და სახლებში დავიშლებით, ძალიან ცდებით ყველა. და პირველ რიგში ძალიან ცდება სააკაშვილი. ჩვენ ჩვენს თავში დარწმუნებული ვართ, ჩვენ ვიცით, რასაც გავაკეთეთ. ჩვენ ვერავინ ამაში ხელს ვერ შეგვიშლის. ჩვენ იმაშიც ვერავინ ვერ შეგვიშლის ხელს, სხვა შორის თუ არჩევნებს გაგვიყალბებენ. დავატეხავთ ყველაფერს თავზე. დატეხვაში და ყველაფერში გულისხმობ დატეხვას და ყველაფერს. თავს დატეხვაში დატეხვა. და გვაფრთხილებ უბრალოდ სააკაშვილს კიდევ ერთხელ ხელი არ დაუწდეს. უბრალოდ არჩევნების გაყალბებისკენ. ის ხელიც მიტყდება აუცილებლად. გაყალბების წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ეს გაყალბება არის დაწყებული. გაყალბების წინააღმდეგ ვიბრძოლებთ არა ისე რაღაცა სხვათა შორის და არა ისე რაღაც რბილად და სხვის დასანახად, არამედ ვიბრძოლებთ ბოლომდე და საცაცრულია იქ გაწყდეს. თუ ხალხი მოვა არჩევნებზე, გაყალბებას აქვს თავისი ზღვარი და შეუძლებელია ხელისუფლებამ მოახერხოს მანიპულირება იმ მასშტაბის, რაც იყო თქვა საპარლამენტო არჩევნებზე. თუ ხალხი არ მოვა არჩევნებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს არ აინტერესებს ეს არჩევნები და შესაბამისად ვერანაირი გეგმები ვერავის ვერ ექნება საზოგადოების არააქტიურობის ფონზე. თუ საზოგადოება აქტიურია, ის მოდის არჩევნებზე და მაშინ ალიანსი საქართველოსთვის იგებს ამ არჩევნებს. ხელების დამტვრევის სურვილის შემთხვევაში იქნება მხოლოდ. არავის ხელების დამტვრევაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. იმიტომ რომ ხელების დამტვრევის დრო, ქვის როლის დრო და იარაღის როლის დრო ჩვენ ქვეყანაში ოდესღაც უნდა დამთავრდეს. აქციებსაც შეეხება გააჩნია თემას, რა თემაზე იქნება აქციები, ნაწილობრივად აქციებში მონაწილეობას მივიღებ, შეიძლება ზოგი აქცია იყოს სადაც მონაწილეობა არ მივიღოთ. მე არ ვიცი ვინ გააყალბებს არჩევნებს, მაგრამ ხელები ნოღაიდელმა დაიმტვრიოს თვითონ იმ ფულით, რომელიც მოპარა მთავრობას. მოდის ხალხს აი იმ ფულით ის ხელები დაიმტვრიოს და არჩევნების გაყალბების უფლება არც ერთმა პარტიამ არ უნდა მიცეს. ამისთვის უნდა იყოს ეგრეთ წოდებული ჩასაფრებული ყველა პარტია, რომ ხვის გაყალბება არ მოხდეს. ნოღაიდელის ამ განცხადებას შეფასებები მოყვა უმრავლესობის მხრიდანაც. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ და გაუყალბებლად და ვისაც ამ პროცესის შეგნებულად და ხელოვნურად არ ევასურს, იგი საკადრის პასუხს საზოგადოებისგან მიიღებს. ყველა კათოლიკური ძალის ინტერესში არის და შედის, რომ საქართველოში ჩატარდეს ღია გამჭვირვალე არჩევნები. ეს უპირველეს ყოვლისა არის ჩვენ ინტერესში, ჩვენ ვართ მოწადინებული იმისათვის, რომ ეს არჩევნები მართლაც იყოს და ჩატარდეს სამაგალითოდ. ხოლო თუ იმეს აქ რაიმე დესტრუქციის სურვილი და ცდილობს შეეცდება იმას, რომ გამოიყენოს ეს რაღაცა აქ არეულობისთვის, ბუნებრივია ქართული ხალხი, ქართული საზოგადოება ამას მხარს არ დაუჭერს. თარიღი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა, რომელიც თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ბევრად ადრე იყო ცნობილი და მათ უფრო მეტი დრო ჰქონდათ ამ არჩევნების მომზადებული იყვნენ. ბუნებრივია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. კანდიდატების დასახელებისთვის ვადა არის დაახლოებით 30 აპრილამდე და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ შევარჩევთ შესაბამის დროს. არჩევნებამდე 2 თვით ადრე ოპოზიციური პარტიები ნოღაიდელის გარდა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აგრესიული სამოქმედო პოლიტიკის ნაცვლად ფიქრობენ საკუთარ სამოქმედო გეგმებზე, წინასაარჩევნო კამპანიასა და სლოგანებზე. ეკა სოსელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.